ბატონი მიხეილ ქარელი არის ჩვენთან უცხოეთიდან სატელეფონო ზარით ჩართული. ბატონ მიხეილს ვკითხავ, რამდენად ესმის ჩვენი ხმა? გესმით ბატონო მიხეილ? გესმით? მოგესალმებით. თქვენ ჩვენ ვერ ვხედავთ ხომ ასეა, მხოლოდ აუდიო კონტაქტია ეს, კი ბატონო. ჩვენ ბატონი მიხეილის თხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო ვიდეო ჩართვა, დავაკმაყოფილეთ მისივე სურვილის შესაბამისად და როგორც ეს შეეფერება ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს. თუმცა ჩვენ გქონდა თხოვნა, რომ როდესაც ბატონი მიხეილი თავისი სამედიცინო ვიზიტიდან საქართველოში დაბრუნდება და თუ კომისიას კვლავ დასჭირდა მასთან კონტაქტი, ჩვენ შევძლებთ მასთან უკვე უშუალოდ შეხვედრას. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ. პროცედურა ასეთია, უცბად გეტყვით ბატონო მიხეილ, რომ უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ თუ კი თქვენ რომელიმე კითხვას თავს აარიდებთ, ან განზრახსრულ ახსნა-განმარტებას მისცემთ კომისიას, ეს ყოველივე არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ასევე საზოგადოებისთვის ავხსნი, რომ ჩვენ ვესაუბრებით ბატონ მიხეილ ქარელს, რომელიც 2004-2007 წლებში და თუ რაიმე ცდომილება უკვე ბატონო მიხეილ თქვენ ჩამისწორეთ, იყო სახელმწიფოს რწმუნებული გუბერნატორს რომ ეძახდნენ სხვადასხვა დროს და დღესაც ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას, შიდა ქართლის რეგიონში, ხომ ასეა ბატონო მიხეილ? დიახ. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდით და ამ პოზიციიდან, თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, ექნებათ კომისიის წევრებს შეკითხვები და მე გთავაზობთ, რომ პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე ვიყოთ უკვე თავიდანვე, თუ თქვენ კატეგორიულად წინააღმდეგი არ იქნებით. მადლობა. ვის ექნებოდა, ვინ დაიწყებდა პირველ შეკითხვას? ბატონო ილია, თქვენ გნებავთ, აბა თქვით, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობა დროისთვის და ჩართვისთვის, ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში. მე მაქვს ცოტა შეკითხვა, ცოტა ადრინდელ პერიოდზე, როდესაც აქტიური ფაზა იყო ერგნეთის ბაზრობის მუშაობის. და თქვენი პოზიცია მაინტერესებს პირველ რიგში, როგორ უყურებთ ამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გზას, უფრო სამშვიდობო თუ საომარი ვითარებებით. უფრო თქვენი პოზიცია. ბოდიში ბატონო მიხეილ, მე ბატონი ილია ინჯია საუბრობდა, რა კი თქვენ ვერ გხედავთ, წარმოგიდგებით ხოლმე ვინ გესაუბრებათ. მე შევერთდები ბატონ ილიას შეკითხვას და ეს წინა გამომსვლელსაც ვკითხეთ, ბჭყალებში პროექტი ერგნეთის ბაზრობა. ჩვენ ვიცით, რომ დაიხურა, თქვენ ამ დროს სახელმწიფოს რწმუნებული იყავით და აი მეც და ბატონ ილიასაც ეს გვაინტერესებს, რომ არის ორი მოსაზრება, რომ ეს იყო გასაუქმებელი, იმიტომ რომ იქ კრიმინალური საქმიანობები თითქოს და მიმდინარეობდა და დარღვევები სავარაუდოდ კი არა იქნებოდა, მაგრამ რა გადაწონიდა უფრო ასრულებდა თუ არა ეს ბჭყალებში პროექტი გარკვეულ სამშვიდობო ფუნქციას. დიახ, და დახურვის პროცედურები როგორ წარიმართა, რამდენად არის თქვენთვის ცნობილი? ჩვენ როგორც ვიცით, ამ ბაზრობის მიმდინარეობისას ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობები იყო ორივე მხარეს ამ მოსახლეობის ერთმანეთთან ურთიერთობა იყო ძალიან თბილი და თავისუფალი იყო მიმოსვლაც, ერთმანეთის მოკითხვაც, ძალიან ბევრი ნათესავები იყვნენ, რომლებსაც პრობლემა არ ჰქონდათ არც იქით გადასulis და არც აქეთ. გვინდა რომ თქვენი პოზიცია და ისტორია გაიხსენოთ ამ პერიოდის და მნიშვნელობა ამ ბაზრობის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს. გთხოვთ ბატონო მიხეილ. მოგესალმებით ქალბატონოთია, მოგესალმებით კომისიის ყველა წევრს, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მართლაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვიმყოფები საფრანგეთში, გავდივარ კორნალობის ხანგრძლივ პროცესს. ეს სამწუხაროდ რომელიც გამოწვეული იყო ჩემი დაპატიმრებით ციხიდან მოყოლებული, როდესაც ჩემს მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი
და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოპერაცია გადავიტანე, მაინც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს და საჭიროება მოითხოვს, რომ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი ჩავიტანო. და ამიტომ სამწუხლის გამო ვთქვა, რომ ვერ ვესწრები ძალიან მნიშვნელოვანი კომისიის მუშაობის ხდომას. მიუხედავად ამისა, მართალია 5 წელიწადია გასული, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა თქვენს კითხვას ამომწყურავი პასუხი გავცე. ეგრეთ ბაზრობა, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, ძალიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები ქონდა, თავისთავად უარყოფითი მხარე გახდათ ის, რომ ნამდვილად გარკვეული კრიმინალური, ასე ვთქვათ, პირებისთვის, კრიმინალურ სამყაროში მყოფ პირებისთვის რაღაც თავშესაფარის ფუნქციას დასრულებდა, სადაც იყო ნამდვილად ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულები გატაცებული მანქანების ვაჭრობა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა გატაცებული ადამიანების ბავშვებით ფაქტების დადასტურდა, თუმცა რა თქმა უნდა დადებითი მხარეები ქონდა ის, რომ ორ შორის მართლაც გარკვეული თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმ მძიმე პერიოდისა, რომელიც 99 წლიდან მოყოლებული 1993 წლამდე იყო განსაკუთრებით, როდესაც საომარი მოქმედებები იყო, ჩვენმა რეგიონმა ძალიან მძიმე პერიოდი გადაიტანა და ამ ხნის შემდეგ ფაქტობრივად როგორც შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დიპლომატიამ, ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ თვითონ ვაჭრობაც განახლდა, ურთიერთობა განახლდა, ნათესავებს შორის ურთიერთობა აღსდგა და ძალიან ბევრი დადებითი ურთიერთობა განხორციელდა, კარგი პროექტები განხორციელდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ურთიერთ დაახლოების და ასე შემდეგ. ხვდებით და იცის ჩვენმა საზოგადოებამ ფაქტიურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისათვის. და ასევე სოფლის მეურნეობაში მოწეული პროდუქციის, ჩვენი ადგილობრივი ფერმერების, მოსახლეობის მხრიდან მოწეული მოსავლის რეალიზაცია ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი სუფევდა ქვეყანაში, ჩვენს რეგიონშიც თავისთავად და ეს საკმაოდ დიდ იმედებს ახავდა, რომ ოჯახები ფაქტიურად ამ კუთხით გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ და საკმაოდ საინტერესო იყო მათთვისაც ორივე მხრისთვისაც, ასე ვთქვათ, როგორც ოსური, ასევე ქართველების მხარეს. თუმცა ამ ერგენდის ბაზრობის ალტერნატივა, ასე ვთქვათ, მაშინ კარგად მახსოვს, რომ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომ იმ ნაწილში, რომელიც იყო კრიმინალური, ასე ვთქვათ, მიმართულებით მაქსიმალურად აღმოფხვრილიყო ეს პრობლემა, მაგრამ ის დადებითი მხარე რაც იყო, ის შენარჩუნებული იყო და პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ამის ინიციატივა. ჩვენ მოგცა ამის მე პირადად მითხრა ეს, რომ ამ დავალების შესახებ ჩვენ ამ თემაზე ადგილობრივ, ასე ვთქვათ, თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობასთან ჰქონდა დისკუსიები, ადგილობრივ მოსახლეობასთან მიესალმნენ ყველანი, ჰქონდა ეს, ასე ვთქვათ, ეს ცდელობა, თუმცა ეს ყველაფერი მე როგორც საპნის ბუშტი ისე გასკდა, არანაირი ფაქტიურად ეს ღონისძიება აღარ განხორციელებულა და ძალიან ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად მთლიანად დახურვის და გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე მოგესალმებათ, რომ კონკრეტულ ზონაში გაცილებით უფრო მძიმე პერიოდი დადგა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და იმ წოდებულმა პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვეტილება მიიღეს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების განთავსების კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში, რამაც უფრო და უფრო დაამძიბა ჩვენი მდგომარეობა. კი ბატონო მიხეილ, გაგაწყვეტინებთ თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ და წელი რომ გაიხსენოთ, ხო თუ გაიხსენებთ კიდევ უკეთესი. პრეზიდენტმა თქვენ როგორც სახელმწიფოს წმუნებელს დაგავალათ, რომ რაც აქვს ერგნეთის ბაზრობას უარყოფითი იქნებეს დავარეგულიროთ ან ჩამოვაშოროთ და შევინარჩუნოთ დადებითი. როდის იყო ეს და შემდეგ საპნის ბუშტივით როდის გასკდა და რამ გამოიწვია ეს და ვისგან შეიტყვეთ თქვენ, რომ დახურვის გადაწყვეტილება იყო მიღებული? ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვე,
ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ჩვენ ფაქტიურად მუშაობდით, რომ ალტერნატიული, ასე ვთქვათ, გზები მოგვეძებნა ამისი, ჩვენ გარკვეული რაღაცა შეთავაზებებიც გავაკეთეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ ახლა ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა ქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად მე ამ პერიოდის განმავლობაში იყო აბსოლუტურად დუმილი, არანაირი ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადაც აპრილის თვეში თუ არ ვცდები, ბოდის მოვიხდი სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა უკვე პირადად მე მითხრა რომ უნდა დაიხუროს, უნდა საერთოდ გაუქმდეს, საერთოდ ეგრეთ ბაზრობის გახსენება აღარ უნდა და ასე შემდეგ მისი ჩვეული ასე თქვა რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით რომ ეგრეთ ბაზრობა სრულიად გაუქმდა. თქვენ ხომ არ გაგიჩნდათ ეჭვი რომ ეს მისი მარტში გამოთქმული ინიციატივა იყო, როგორც მას ჩვეოდა ხოლმე ისე ვამბობ წამოსროლილი სიტყვა და ინიციატივა თუ ეს სერიოზული წამოწყება იყო მისი მხრიდან? კი ბატონო. გაჩვენა კი ბატონო. ბატონ პატასალიას ვთხოვ თუ შეიძლება კითხვა რომ დასვათ. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მე მექნება რამოდენიმე შეკითხვა პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი უშუალო ჩართულობა და ქართული მხარის მონაწილეობა იმ სამშვიდობო პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა, დაწყებული იყო ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე და გარკვეული ფორმატები არსებობდა, რომელშიც ქართული, რუსული მხარე იყო ჩართული, ასევე ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაციები და ოსური მხარე, ეუთო მაგალითად, ეუთოს და ევროკავშირის ეგიდით იყო გარკვეული შეთანხმებები მიღწეული. ამ შეთანხმებების ჭრილში თქვენ თუ გახსენდებათ მაგალითად მსგავსი ქმედებები, რაც იყო ერგნეთის ბაზრობის დახურვა, კიდევ იყო სხვა ქმედებები, რამაც გარკვეულწილად ამ სამშვიდობო ინიციატივებს ხელი შეუშალა და ეს პროცესი ჩიხისკენ წაიყვანა. თქვენ რას გაიხსენებთ ამ პერიოდში, უშუალოდ თქვენი მმართველობის პერიოდში? როცა თქვენ მართავდით რეგიონს. ნამდვილად ეუთოს საკუთრ საინტერესო პროგრამები ჰქონდა არ მარტო ქართული მხარისთვის შეთავაზებული, არამედ ოსური მხარისთვისაც იყო ეს სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ეკონომიკური პროექტები, ფათაშორის საკმაოდ წარმატებულად ხორციელდებოდა. მე მართალია უშუალოდ გამიჯერდი მონაწილეობას შეერეული საკონტროლო კომისიის სხდომებში ან ეუთოს მიერ ინიციატივით მოწვეულ სხდომებში ან მაგრამ პროექტების განხორციელებაში ბუნებრივია ჩართული ვიყავი, კოორდინაციას უწევდი ამ პროექტებს მათთან ურთიერთობაში და საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სამშვიდობო პროგრამის განხორციელება. ამ სამშვიდობო მისიისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მე ამ რეგიონში დავიბადე და გავიზარდე და ჩემთვის ოსტიენობის ადამიანები უცხო ადამიანები არ არიან და პირადად შეხვედრებს რომ ჰქონდათ ძალიან კმაყოფილება გამოთქმული კმაყოფილება რომ მსგავსი პროექტები ჩვენ უფრო და უფრო დავუახლოვდებოდით ერთმანეთს. ფაქტიურად ყველაფერი შემდეგ შეიცვალა უკვე 2020 წლის ზაფხულში და ყველაფერი გაყინა და გაუარესა მდგომარეობა, რაც ძალიან დასანანია და ის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, სახალხო დიპლომატიას და ეს პროექტების ფაქტიურად სრულიად გაჩერდა და ჩვენ წყალმა წაიღო. რომ დავაზუსტოთ ბოდიში ბატონ მიხეილ, აი ზაფხულში რომ როგორც თქვენ ბრძანეთ რომ დასრულდა ეს პროცესი 4 წლის ზაფხულში დიახ. ივლისი
ივლისი-აგვისტო ეს მოვლენები რო გავიხსენოთ დეტალურად რა იყო? აქ არ იყო მხოლოდ ერგნეთის ბაზრობის დახურვა, რა სხვა რა მოქმედებები იყო, რა ინციდენტები იყო, თქვათ, იყო თუ არა ეგ სამხედრო გარკვეულწილად სამხედრო ოპერაციები და ასე შემდეგ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ეს დამთვარი ურთიერთობები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე წასულიყო იმ მიმართულებით, რამაც საბოლოო ჯამში სამხედრო ესკალაცია გამოიწვია. აი რა გახსენდებათ კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ. თქვენ გახსოვთ, ყველას გახსოვს აჭარაში განვითარებული პროექტები, როდესაც ასლანაბადში დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იუდის ქვეშ მოექცეს. ნუ დაექვემდებარა. ამის შემდეგ ფაქტიურად პრეზიდენტ სააკაშვილი შეაძლოა აცნებდა, რომ შემდეგი უკვე ცხინვალის რეგიონი. ცხინვალის რეგიონი, რაც გულისხმობდა კონკრეტულად ეს ჩემთვის არის უცნობილი, ჩვენ როდესაც კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ვსაუბრობთ, ამას ხშირად ამბობდა ხოლმე. ძალიან ლოგისტიკით, რომ ჩვენ ცხინვალში შევართ ძალიან მალე. ნუ როგორი ფორმით ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია. ნუ შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან მიიღო გადაწყვეტილება ასეთი წოდებული პოლიტიკური ელიტა რამდენიმე კაცის შემდგარი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვისა და შერევის ძალების განთავსების რეგიონში. ნუ იქიდან გამომდინარე პროვოკაციებს უნდა ადგილი ოსურით ხარიდან ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი გასაკუთრებული სხვა არსებობდა, იმდენად ნუ რა თქმა უნდა ეს ასასურველია და რა თქმა უნდა ეს ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს რომ თითქოს ეს რაღაც დადებითი პროცესი იყო, პირიქით ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების ვთქვათ საფუძველზე ფაქტობრივად შეერაგებული ძალების განთავსებამ უფრო გაუუარესდა ასე ვთქვათ რეგიონში არსებული ვითარება. როგორც კადრაში წუწვანის პრინციპია ნებისმიერ ჩვენი სვლა აუარესებდა მხოლოდ ჩვენს მდგომარეობას. თუმცა ასეთი სიტუაცია შეიქმნა და ფაქტიურად გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია აი ამ ჯარების განთავსება. ფაქტობრივად არანაირი შედეგის მომტანი ფაქტობრივად არ იყო, სასურველი შედეგის მომტანი და ბოლოს შეხვდა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც თქვა, რომ ანუ ისეთი რიტორიკა ქონდა, ისეთი საუბარი ქონდა, რომ თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე. ხდებით ალბათ რა გულისხმობ, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ რუსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს თვითონ ქართული სოცნებაა შემიძლია, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიხილოთ ერთიანი და სრულიად გაერთიანებული საქართველოს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მაშინ უცბად გეტყვით, ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილად ასე იქნებოდა, რომ ფაქტობრივად ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ ფაქტობრივად უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ რუსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა ყოველდღიურად გაუარესებულ მდგომარეობამ უკვე ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზული შიში გააჩინა. ის რომ არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივ მოსახლეობა უკვე წრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია აი ამ ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში. და ამის შიშიდან გამომდინარე იყო პანიკაც, იყო დაზაბულობაც, სხვათა შორის მახსოვს, რომ მაშინდელი გენშტაბის ხელმძღვანელი ბატონი გიუკოვიძე გადადგა იმის გამო, რომ თანამდებობიდან რომ პოლიტიკური ასპარეზ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და ფაქტიურად მართვის პროცესებს ფაქტიურად ჩამოშორებული იყო. ნამდვილად აი ამ მდგომარეობამ ფაქტიურად იმ ზონამდე მიიყვანა რომ ფაქტობრივად ომის წინაშე დაგვაყენა და უკვე მოსალოდნელი იყო ფაქტიურად უკვე ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში.
ის რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უკვე მოხდარიყო გაზრდილი საფრთხე 2004 წელს. რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ-ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტიურად მან უზრუნველყო, რომ კონკრეტულ ზონაში დეესკალაცია მოხდა, ჯარების გამოყვანა მოხდარიყო, რომ ნელ-ნელა მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, ნორმალიზება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონისას. მშვიდობიანი ცხოვრება, ასე ვთქვათ. და ფაქტიურად ბატონ ზურაბ-ჟვანიას უნდა უმადროეთ, რომ მან ფაქტიურად უდიდეს უბედურობას გადააჩინა საქართველოს მაშინ, რადგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მაშინ, რომ უკვე ტრის ძალები უკვე კავკასიონის იქით მხარეს, ანუ მიერ კავკასიაში უკვე მობილიზება, საკმაოდ სერიოზულ მობილიზებას ახდენდა უკვე და ფაქტიურად მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით საქართველოს კიდევ გადაურჩა დიდ უბედურობას. იმას, რაც 2008 წელში დაგვასწრა ძალს. ბატონო მიხეილ, არ დაგავიწყდეთ რას ამბობთ თუ შეიძლება. 2004 წლის რომელი პერიოდია, როცა ზურაბ-ჟვანიამ ეს ააცილა ქვეყანას თავიდან? ეს არის აგვისტოს თვე. აგვისტოს თვე. და ელიტაში, პოლიტიკურ ელიტას ახსენებთ და გვარები რომ ჩამოგვითვალოთ, ვის გულისხმობთ? ეს არის მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადრიშვილი. ძირითადად ეს 4 ადამიანი იხებდა ასეთ ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს. ეს იყო ძირითადად, რომელიც იხებდნენ აბსოლუტურად გაუაზრებლად ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლებოდა რომ ასეთი უბედურობით დამთავრებიყო. ამ ომმა ფაქტიურად ამ საომარმა, ასე ვთქვათ, მდგომარეობამ ფაქტიურად 15 ჯარისკაცის და 3 ადგილობრივი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. ეს ადამიანები და დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის, სხვათა შორის, ეს ჩემი შინაგანი, ასე ვთქვათ, განცდა იყო, რომ ყოველთვის შეეძლოთ ანალოგიური გადაწყვეტილება მიეღოთ. ყოველთვის იგივე შეცდომა გაემეორებიათ. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ სააკაშვილი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ანალოგიურ შეცდომას კიდევ დაუშვებდა. ეს შეცდომა არ არის მართალია, ბილაც ნათქვამია. ამ დანაშაულს აუცილებლად ჩაიდინა და მართლაც 2008-ში მან ანალოგიური, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადადგა. გადაწყვეტილებები მიიღო. ფაქტიურად 2004-ში აგვისტოს თვეში, როდესაც ეს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ნელ-ნელა გავაანალიზეთ, ასე ვთქვათ, თუ რა მოხდა და ის რომ არანაირი, ასე ვთქვათ, მარტივად არ მოხდებოდა ცხინვალის რეგიონის საქართველოს იუზეჩხეში, ასე ვთქვათ, დაქვემდებარება, აშკარად გამოსცა ეს იყო წმინდა წლის მართლაც პროვოკაცია, ფაქტიურად. მადლობა ბატონ მიხეილ, დავაზუსტებ რამდენიმე საკითხს. ანუ თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილი როგორც პრეზიდენტი გიქმნიდათ განცდას, რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა გადაწყვეტილი საკითხი იყო და ეს ფაქტიურად ორი ქვეყანა ახსენეთ, ანუ რუსეთსა და საქართველოს შორის იყო გადაწყვეტილი საკითხი. ესეთ განცდას ქმნიდა, კონკრეტულად ხო არ უთქვამს, რამე ხო არ გაიხსენებთ, ეგ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ანალოგიური განცდები უკვე 2008 წელსაც არსებობდა და ანალოგიური ინფორმაცია, რომ თითქოს ყველაფერი ყველასთან შეთანხმებული იყო. აი, საინტერესო პარალელია და იქნებ გაიხსენოთ რა ქმნიდა ესეთ განცდებს. მან თქვა, ძალიან ეს სამი სიტყვა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს. ეს იყო ფაქტიურად ის მესიჯი, რომელიც ყველასთვის დასაგებია ყოფილიყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ვთქვათ, ან შეთანხმების პროცესში იყვნენ, ან ასე ვთქვათ, შეთანხმდნენ უკვე, ხდებით უკვე ალბათ კონკრეტულად კონკრეტიზაცია მე არ მომისმენია ალბათ. ეგ როდის და სად თქვა ბატონ მიხეილ, თქვენ ესწრებოდით უშუალოდ ამ კაბინეტში, კი რა თქმა უნდა, მის კაბინეტში ჩვენ პროვინციის თვალსაჩინოში ვიხილავთ ხოლმე ასეთ საკითხებს. ვიხილავთ, ციტატ მე ვიყავს ხოლმე დასახებული, ანუ იმ საკითხებს, რომელიც კონკრეტულ ზონას შეეხებოდა, იყო იქ რა თქმა უნდა
სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების როდესაც დაფინანსებას ვიტყობთ, რომ იქ გასაკუთრებული ყურადღებას ვაქცევთ უკვე როგორც დიდი და პატარა ხეობას, ასე ვთქვათ, ხეობას ეს წინა ხელისუფლების დროს, ანუ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფაქტიურად უყურადღებოთ იყო და მოწყვეტილი იყო მთლიან საქართველოზე, იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი. საყოფაცხოვრებო პრობლემები განსაკუთრებით და მოგვარების მიზნით მე ხშირად ჩავდიოდი ამ პროექტებით და ვაცნობდი მას და სწორედ ერთ-ერთი ასეთ შეხვედრის დროს იყო ესეთი რომ ანუ მისი ასე ვთქვათ ამ ასეთი განცხადებით ფაქტიურად მე პირადად მართლაც აღთვალებული და ნამდვილად მჯეროდა თავი და ყველაფერი რა თქმა უნდა. თუმცა გულწრფელად გეტყვით, როდესაც მე ის ვნახე პირველად აფექტურ მდგომარეობაში, გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, რომ ერთჩვენიერ დღეს დიდ უბედურებას მოუტანდა როგორც ხალხს, ისე ქვეყანას, მათ შორის მეც, ჩემს ოჯახსაც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გაგვაპარტახა, რო იტყვიან მთელი ოჯახი, გაგვანადგურა სრულიად სწორ მნიშვნელობით და ისეთი ავანტიურა, რომელიც 2004-ში მან, ასე ვთქვათ, ჯარების შეყვანით შიდა ქართლში, ასე ვთქვათ, ჩვენს რაიონში მოახერხა, ესეთი ავანტიურა მან დარწმუნებული ვარ, არაერთი არ გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი ავანტიურა, რომელიც კი ბატონო მიხეილ, ეს ვიწრო წრეში კაბინეტში მან 2004 წელს თქვა, ხომ ასეა? აგვისტომდე პერიოდში სავარაუდოდ. ეს ჯარების შეყვანამდე. კი ბატონო. ბატონო მიხეილ, ბატონი სოზარი დაგისვამთ შეკითხვას და შემდეგ ისევ იმავე წევრებს ან სხვა წევრებს ექნებათ კიდევ დამატებითი შეკითხვები. მოგესალმებით მიხეილ ბატონო. რამდენიმე შეკითხვა მაქვს ერთმანეთთან კავშირი ნაკლებად აქვს, მაგრამ პირველი გავაგრძელებ აი ამ თემას, რაზეც პაატა სალია ლაპარაკობდა. 2004 წლამდე, აი ივლիս-აგვისტოს მოვლენებამდე, კარგად გვახსოვს ყველას, ცხინვალში ჩავდიოდით თავისუფლად. ნებისმიერი მოქალაქე საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩადიოდა, აგერ ბატონი ალექსანდრე ტაბადაძე, მაშინდელი პოლიციელი, ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები იარაღით შედიოდნენ და ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, ეს კარგად გვახსოვს ყველას. ვითარების დაძაბვა დაიწყო, მე რაც მახსოვს, ვიხსენებდა თქვენგანაც დასტური მჭირდება, ანუ არ ყოფა. დაიწყო ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული შტურმი, ეს იყო სწორედ თქვენს მიერ ნახსენები აჭარის მოვლენების შემდეგ და ასე იყო შეფუთული, რომ შემდეგი არის ცხინვალი, ახლა სასწრაფოდ როგორც სწრაფად მოვაგვარეთ აჭარის თემა, პრობლემა, ასლან აბაშიძის პრობლემა უფრო სწორედ აჭარაში სხვა პრობლემა არ ყოფილა, ისე უნდა მოვაგვაროთ ცხინვალის პრობლემას. ეს ჰუმანიტარული შტურმი მარტივად რო ახსნა ჩვენი მაყურებლისთვის, გულისხმობდა შემდეგს, რომ რაღაცა ყოველგვარი მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე ჩავქონდათ რაღაც პროდუქტები, ძირითადად ეს პროდუქტი იყო არა საჭმელი პროდუქტი, არამედ სასუქი, 1 ტომარა, 2 ტომარა ეზოში უყრიდნენ მოსახლეობას ისე რომ ჩუქნით ეს რაღაცა ისე რომ ამას არავინ არ ითხოვდა და მე კარგად მახსოვს ის უკმაყოფილება, რასაც მაშინ ეს ჰუმანიტარული შტურმი იწვევდა მოსახლეობაში. თვითონ სახელიც შტურმი, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარულით იყო შეფუთული თითქოს და ამ სახელს აქტიურად იყენებდა სახელმწიფო მედიას და მაშინდელი თანამდებობის პირებიც, გარკვეულწილად რაღაცა თითქოს თავის თავში საფრთხეს, ძალადობრივი ქმედებების ესკალაციის საფრთხეს მოიცავდა. და ამას შემდეგ მოჰყვა უკვე ივლիս-აგვისტოს მოქმედებები, შეიარაღებული კონფლიქტი, ქართველი პოლიციელების დაპატიმრება, ცხინვალში ჩაყვანა, ტყვედ ჩაყვანა, იქ წვერიახოს ომი ბრძოლები და ამის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ცხინვალში შესვლა, დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობა შემოვლითი გზით დადიოდა მხოლოდ და ძალიან გართულდა ურთიერთობები. ამ პირდაპირი კავშირები თითქოს ჩანს იმ ჰუმანიტარულ შტურმს, შემდეგ დაძაბულობას შორის და თქვენ აი შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი გაიხსენოთ ამ ყველაფერზე? მოგესალმებით ბატონო სუდა. კი, ნამდვილად აბსოლუტურად გეთანხმებით, მე ზოგჯერ მართლა ეხლა ამ ფორმატში ჩართვამ შეიძლება რაღაცა მეხსიერების მიღმა დამიტოვოს, მაგრამ მართლაც გამახსენდა
ნამდვილად ჰქონდა ადგილი ამ ინიციატივას, ეს იყო სააკაშვილის, ასე ვთქვათ, საჩუქარი, ასე ვთქვათ, ბანერი გაკეთდა, მანქანებზე დამონტაჟდა და ასე შეგვქონდა როგორც სასურსათო პროდუქტი, ასევე ვთქვათ, შხამქიმიკატების, ასე ვთქვათ, გვარჯილას, გვარჯილის ტომლეტით და როგორც ახლა სიხალოვე და მოსახლეობა თქო მოგაწევთ, მაგრამ იყო ცალკეული რაღაცა მომენტები, როდესაც მიიღეს ეს საჩუქარი. თუმცა უმრავლესობა მაინც შემდეგ უკვე ადმინისტრაციამ იქ ადგილობრივმა ეწოდებულმა ადმინისტრაციამ რო გაიგო ამის შესახებ, უკვე ხელი შეგვიშალეს ამ პროექტის, ასე ვთქვათ, განხორციელებაში. და ამან ფაქტიურად ეს მიიღეს როგორც, ასე ვთქვათ, პროვოკაციაც ისევ ჩათვალეს, მაშინ სწორად გახსოვთ თქვენ რომ ჩაიკეტა გზები, თუმცა აი ამ მიმართულებით შესაძლოა ბატონი გოგა ხაინძრავა ძალიან აქტიურად მუშაობდა და სულ ცდილობდა რომ შეგვენარჩუნებინა რაღაც ეს მშვიდობიანი რაღაცა ნათელი წერტილი რო აი ამ წერტილის გარშემო გვემუშავა და სულ მუდმივად ცდილობდა. თუმცა ბატონ გოგა ხაინძრავასაც ხელს უშლიდნენ, იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ ზურაბ ჟვანიას კადრად ითვლებოდა და ასე ვთქვათ მისი წარმატებას აღიქვავდნენ ბატონ ზურაბ ჟვანიას წარმატებას და მასაც კი ხელს უშლიდნენ ხოლმე მუშაობაში. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო სოზარ და ამის შემდეგ და არა მარტო ამ ფაქტის შემდეგ ბევრჯერ ასე ვთქვათ შეწყდა ასე ვთქვათ მიმოსვლის კავშირი ჩაიკეტა ცხინვალიც ჩვენ უკვე ფაქტიურად ამის შემდეგ იყო სწორად გამახსენდა ეხლა რომ ჩვენ იძულებული გავხდით შემოვლითი გზა გაგვეკეთებინა რომ ცხინვალმა ფაქტიურად აღარ მოგცა უფლება რომ დიდი ლიახვის სოფლებში ხეობაში შევსულიყავით და იქ სოფლებისთვის მოსახლეობისთვის ყურადღება მიგვექცია და ძალიან მძიმე ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მივიღეთ ფათაშოვის ის იყო ჩემი ინიციატივა როცა ტყის მასივი დაახლოებით 14 კილომეტრიანი ტყის მასივი ფაქტიურად შემოვლითი გზა გავჭერით ტექნიკით კი აბსოლუტურად გეთანხმებით ნამდვილად იყო ერთ-ერთი ალო გისმენთ კი გვესმის კი კარგი მადლობა დიდი და შემდეგ კითხვა ცოტა განსხვავებული სფეროდან არის თქვენ ახსენეთ თქვენი დაპატიმრება ის ზეწოლები რომლებიც პირადად თქვენზე თქვენს ოჯახზე ხორციელდებოდა მე მახსოვს და თქვენს გეხსოვებათ რამდენჯერმე გინახულეთ კიდევაც საპრობილეში მათ შორის ციხის საავადმყოფოში და პირობები როგორი იყო რო ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ჩვენი შეფასების ერთ-ერთი ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი საგანი სწორედ ამ საპატიმროებში არსებული პირობები და მდგომარეობაც არის და ეს რო გაიხსენოთ ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ასე ვთქვათ ხიბში შევიდა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის რომ ნებისმიერ ასე ვთქვათ განსხვავებული აზრის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. იმდენად აღიზიანებდა უკვე რომ გამოდიოდა მდგომარეობდა მე გითხარით რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება რომ დაუსვას დიაგნოზი თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამ სხვის მნიშვნელობით და მე მაშინ განცხადებას დავწერეთ ამბობისგან წასვლის შესახებ რომელიც დამიბარა დახია გაგიჟებულმა ასე ვთქვათ მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა რომ მეორეთი მსგავსი და არ გამებედა და თუ გაბედავდა თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა მე სხვათაშორის უკვე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არაერთხელ მითქვია თვითონ ოქრუაშვილისთვისაც რომ ერთჩვენიერ დღეს დადგებოდა ის დღე რომ მოხვდებოდი ციხეში იმიტომ რომ ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო აბსოლუტურად მისი ქმედებები და უკვე ამის თმენის ვალდებულებას კი ფაქტიურად უკვე აღარ მქონდა ამ ყველაფერზე მოკლედ და მიუხედავად იმისა რომ მაინც ვერ ავწდი ამ უბედურობას ვერც კი წარმომედგინა თუ უფრო რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და ჩემს ასე ვთქვათ საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ რა თქმა უნდა მან ვერ აიტანა ის რომ ასე ვთქვათ
ოპოზიციის მხარი დავიჭირე, საპროტესტო ასე ვთქვათ მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების, რომელიც შემდეგ ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გამისორდნენ, შემდეგ რაღაცა ბეტონის რაღაცა სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ასე 4 დღის განმავლობაში. შემდეგ ითხოვდნენ რა თქმა უნდა ოქროაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რო ვეიღებდნენ უფრო და უფრო ასე ვთქვათ სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქროაშვილიც დააპატიმრეს. ოქროაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ. და შემდეგ უკვე ფაქტიურად მე რომ თლათ ასე ვთქვათ ვერ მიიღო ასე ვთქვათ ჩემგან ყველაფერი ის რაც თვითონ სურდა, შემდეგ უკვე მთელი ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრებზე, ჩემს მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა, მთელი ეს მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. ეს სამართლებრივად როგორ შეფუთა ეს ცალკე თემაა კიდევ, ისევე როგორც ჩემს დედმამიშვილებს ყველანი რა თქმა უნდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩემი იმ მოტივით თითქოს მე დავასაქმე ჩემი დედმამიშვილების და დედაჩემიც სამსახურში, არა და ამ დროს მე სტუდენტი ვიყავი უნივერსიტეტის, როდესაც ჩემმა დებმა მუშაობა დაიწყეს და დედაჩემი კიდევ მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ფორტეპიანოს მასწავლებლად და სანამ მე დავიბადე იმ სკოლაში მაშინ დაიწყო მუშაობა. და ჩემი დებიც პედაგოგიური ასე ვთქვათ დაწყებითი სკოლაში დაწყებითი პედაგოგები გახდათ და მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ისინი მათ დაიწყეს მუშაობა. ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენს გარშემო. შემდეგ ყოველდღიური გაგზავნები რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემს მშობლებს და ფაქტიურად ვერ მოახერხეს ეს, რადგან იქ სამეზობლო, სოფელი ასე ვთქვათ უპირისპირდებოდა ამათ და საბოლოოდ მე მოვმა, რომელიც ასე ვთქვათ მისი ერთ-ერთი ასეთი კიდევ უდიდესი ავანტიურა გახდათ. მე ეს ომის დროს ჩემი სახლი, ის სახლი სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, პაპა ჩემის აშენებული სახლი დაწვეს ომის დროს და მთლიანად გაანადგურეს. აი ეს ფაქტიურად მან ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანი, ფსიქიკურად ავანტყოფია და დღესაც საშიშია მიმაჩნია. არასდროს მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია ჩემი აზრით და სწორედაც რომ აი აბსოლუტურად ხარს უჭერ გულწრფელად გეტყვით თქვენ კომისიის მუშაობას. თუ მე მზად ვარ, როდესაც დავბრუნდები და თუ კიდევ დამატებითი ასე თქვა კითხვები იქნება ჩემთან მიმართებაში, მე მზად ვარ გამოცხადე თქვენი კომისიის სხდომაზე და თუ დღეს ვერ გავიხსენე კიდევ მაპატიეთ ამის გამო, რადგან საავადმყოფოში ვიმყოფები და კიდევ არ მაქვს ის პირობები, რომ შვიდ გარემოში გესაუბროთ. მადლობა დიდი და გულწრფელად გეტყვით იმის განცდა მაქვს და ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავ. გულწრფელად გეუბნებით ამას. დიდი მადლობა. უბრალოდ ერთი პატარა დაზუსტება, ითქვი თქვით, რომ ბეტონის იატაკი ზე წყალი დასხმული და ესე ვიყავი გამოყენებული ოთახში. ეს რომელ საპრობილეში იყო, რამხელა იყო 4 დღე ვიყავიო. რამხელა იყო ფართი აი ამ საკნის. და ვინ იყო დირექტორი თუ გახსოვთ ამ დაწესებულების? ეს იყო ორთაჭალის ციხე. ჯერ ორთაჭალაში მიმიყვანეს, შემდეგ გადამიყვანეს რუსთავის ციხეზე. ბატონო მიხეილ, ჩავერევი, ბატონ სოზარ ამოწურეთ თქვენ კითხვები თუ ამ თემაზე მინდა. კი, ბატონ სოზარს კიდევ ერთი კითხვა დარჩა. მე ასეთ ჩართვებს იმიტომ აკეთებ, რომ ვერ გხედავთ, რომ იცოდეთ ვის რა სურვილი აქვს. ბატონ სოზარს აქვს კიდევ შეკითხვა, ბატონ ალეკო ტაბატაძეს შეიძლება გქონდეს, ბატონ პაატას მე მგონი კიდევ. მე მინდა აი ამ დაკავების პატიმრობის პირობაზე ჩაგეძიოთ კიდევ. რას ნიშნავს წყალი იყო, ანუ თქვენ წყალში იდექით 4 დღე? და სადამდე სველი იყო მთლიანად ბეტონის ნესტი, ხო, გასაგებია.
უჰაერობაში, სისველეში და თუ იყო ფანჯარა, ჰაერი შემოდიოდა საიდანმე საგანში? ფანჯარა თვალსები ძალიან პატარა ფანჯარა იყო რა. აღარ მოსხსიმართლებს. მოვატეს. ბატონი, ასე არის ცნობილი ბატონო მიხეილ, რომ თქვენი კარიერა დაიწყეთ სახელმწიფო სტრუქტურებში ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის ხელშეწყობით და რამდენად სწორია ეს და რამდენად სიმართლეს შეესაბამება ამგვარი საზოგადოებაში გავრცელებული აზრი? სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა მე დავიწყე 1998 წელს თვითმმართველობის არქივებში მივიღე მონაწილეობა და გავდი ტრიალის საკრებულოს თავმჯდომარე. იგივე განგები ეს ეს და იგივე ასე ვთქვათ ერთი პირი შეიძლება ყოფილიყო ორ თანამდებობაზე ასე ვთქვათ როგორც აღმასრულებელი ისე საკრებულოს თავმჯდომარე. მაშინ უცხოეთისა პროკურორს და საერთო ურთიერთობა არსებობს. გასაგებია, შესაბამისად ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. მაგრამ შემდგომ მაინც მე ამ შემთხვევაში როგორც მაშინ თანამდებობის არ მქონე და ერთი მოქალაქე გესაუბრებით. იყო ძალიან მყარი აღქმა საზოგადოებაში, რომ თქვენ იყავით ერთი გუნდი, თქვენ და ბატონი ირაკლი, რომ ერთი არ მინდა გამოვიყენოს სიტყვა დაჯგუფება მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კოლეგები, პარტნიორები ერთი და იმავე კუთხიდან თუ სოფლიდან ჩვენი ქვეყნის და ასოცირდებოდით რომ იტყვიან ერთმანეთთან და ამას ადასტურებთ თუ არა? კი, ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ და ბევრი საერთო ასე ვთქვათ შეხება ჰქონდა ასე ვთქვათ და შემდეგ ურთიერთობაში რა თქმა უნდა ამან რაღაცა როლი ითამაშა დაახლოების. და შემდგომში რა თქმა უნდა ერთ გუნდათაც ჩამოვყალიბდით შეიძლება კი ბატონო გეთანხმებით შეიძლება გამოვიყენოთ ეს კი ბატონო ეხლა ამას რატო გეკითხებით იცით უბრალო ინტერესის გამო არა რა თქმა უნდა როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში ხომ იყო ასე გახსოვთ ეს გამონათქვამი ეს რომელი წელი იყო ხომ ვერ გაიხსენებთ ეს 2006 წელი 6 წელი კი ბატონო და 2007 წლის დადგომას მისი ვერსიით უნდა შეხვედროდა საქართველოს ცხინვალში ამ დროს თქვენ ბრძანდებით თანამდებობაზე ჯერ კიდევ ხომ ასეა თუ გქონდათ აი მის ამ გეგმასთან დაკავშირებით მასთან ასეთ ახლოს ერთმანეთთან ახლოს მყოფი პირები იყავით საუბარი. გასაგებია რომ სააკაშვილი ამბობდა ორი დიდი სახელმწიფო შეთანხმდა, რუსებს მიხედავენ ამერიკელები და ჩვენ შევიჭრებით ცხინვალში, მაგრამ ოქრუაშვილმა ეს ხომ თქვა, ხომ ვერავინ ვერავის ვერ დააბრალებს, რომ ჩვენ ახლა აქ რაღაცებს ვიგონებთ. არსებობს არქივი, სადაც ბატონი ოქრუაშვილი ამას ამბობს. რას გულისხმობდა ხომ არ იცით და რა იყო გეგმა? ალბათ მე ვფიქრობ და ასეც იყო რომ მან ეს საკუთარი ინიციატივი თქვა მე მახსოვს რომ შემდეგ სააკაშვილსაც უკმაყოფილო იყო რომ მასთან შეთანხმების გარეშე ასეთი განცხადებები არ გაეკეთებინა მე ესეთი რაღაცას მახსოვს ასე რომ ეს ვფიქრობ რომ მისი ასე ვთქვათ უშუალო ინიციატივით თავისი ასე ვთქვათ ინტერპრეტაცია გასაგებია ხო ნუ საკითხავია ბატონი მიხეილ სააკაშვილი იმიტომ იყო უკმაყოფილო რომ უპასუხისმგებლოდ მოეჩვენა ეს განცხადება თუ პიარულად მომგებიანად რომელიც თვითონ ვერ მოიფიქრა ეს კვლევის თემაა მაგრამ გასაგებია ბატონო ალეკო გსურთ კითხვის დასმა კი ბატონო პატა ხომ არ გსურთ ბატონო ილია ბატონო გურამ მაშინ ბატონ სოზარს ექნება კითხვა და შემდეგ სავარაუდოდ უკვე დაგემშვიდობებით იმ დათქმით რომ თუ დაგჭირდება და როდესაც თქვენ დაბრუნდებით შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს კიდევ ერთი ძალიან განსხვავებული კითხვა ყველაფერი მიდან რაზეც ვლაპარაკობდით, მაგრამ რადგანაც კომისიის მანდატიც ფართოა, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას. თქვენ ახსენეთ ზურაბ ჟვანია და მისი განსხვავებული დამოკიდებულება 2004 წელს მიმდინარე მოვლენების მიმართ.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას დღემდე რაღაცნაირად ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. და რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის. თუ არა დავხსნი კითხვას, შეგვიძლია მარტივად დავამთავრდო. მე ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა იციან რეალურად რა მოხდა. გასაგებია, მადლობა ბატონო მიხეილ, თქვენთვის და საზოგადოებისთვის განუმარტ. ჩემთვის აბსოლუტურად იმდენად სიურპრიზები წარიმართა ზოგადად ოქრუაშვილის გარშემო, სააკაშვილის გარშემო, ჯერ ეს დაპირისპირება 2007 წელს, შემდეგ იმდენად რომანტიზმში გადავიდა მათი ურთიერთობა რაღაცა დღეს ფაქტობრივად ისევ ოქრუაშვილმა ფაქტობრივად სინამდვილე გამოთქვა და გაამართლა სააკაშვილს, რომ მე დამიჭირაო და დაბრუნდა ამით, რომ დამიჭირა აბსოლუტურად სწორად მოიქცაო და მე გადავამოლაშე ეს ყველაფერი და დაბრუნდა თავისი ვეთქვი დიდ ოჯახში. დღეს ისინი ერთად ასე ვთქვათ მოკავშირეები არიან. ეს ყველაფერი უკვე წარსულში დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. ის 2007 წელს დიდი ალბათობით შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებითაც წამოიწეს ეს ასე ვთქვათ ქვეყანაში ეს ქაოსი სრულიად მნიშვნელობით, რომელმაც არაერთი ადამიანის ასე ვთქვათ სიცოცხლე შეიწირა და უბედურება მოიტანა. აი ეს მინდოდა უბრალოდ მეთქვა. კი ბატონო, ჩვენ თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც განმარტავთ ბოდიში კიდევ ერთხელ რომ ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომაზე არის მოწვეული, მას ჩაბარდა შეტყობინება პირადად ტყვიავში. ამ დროს იქ იმყოფებოდა, თუმცა ჯერჯერობით ის უარს აცხადებს კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. მიუხედავად ამისა, მეც და კომისიის წევრებსაც გვსურს, რომ ხმამაღლა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ამ შეტყობინების შესახებ, გამოუცხადოთ მას მზაობა, მასთან შეხვედრისა და ახსნა განმარტების მიღების თაობაზე მისგან, იმიტომ რომ ირაკლი ოქრუაშვილის შიდა ქართლში, ასევე თავდაცვის სამინისტროში და სხვა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდები, მანამ სანამ მოხდებოდა მისი დაპატიმრება და შემდეგ გადათქმა იმისა, რაც მან დასაწყისში თქვა, არის ეს ეპიზოდები ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში, მის მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე და იმ სისხლისამართლის საქმეებზეც, რომელზეც მათ შორის ერთ-ერთზე ბატონმა სოზარმა წეღან იკითხა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ირაკლი გამოცხადდება კომისიის წინაშე, ვინაიდან კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა გახლავთ სისხლისამართლის დანაშაული, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ კომისიას დისტანციურად თვალსადევნებს და მით უფრო თქვენს გამოსვლას ჩვენს წინაშე და რომ ის გამოცხადება, ვინაიდან ყველა ხედავს რა ფორმატია შექმნილი აქ და აბსოლუტურად კომფორტული და ნორმალური ვითარებაა შექმნილი იმისთვის, რომ თუნდაც ყველაზე მწვავე კითხვებს სურვილის შემთხვევაში ყოფილი თანამდებობის პირმა უპასუხოს, იმიტომ რომ ყველა კითხვას აქვს თავისი პასუხი, ან ასეთი, ან ისეთი. ამიტომ აქ არავინ არავის არ ამყოფებს იმ თქვათ ბეტონის საკანში უჰაერობაში და ესე ვთქვათ ნესტიან გარემოში, სადაც თქვენ მოგიწიათ ყოფნა. ნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება დღეს სხდომის გარშემო მოვლენები. მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის და გთხოვთ, რომ შეგვატყობინოთ თქვენი საქართველოში დაბრუნების შესახებ სამდივნოს მეშვეობით. დიდი მადლობა. მადლობა, ნახვამდის. კარგად